Un saluto alla TV italo-georgiana. Cosa significa per di Sanremo? È un momento speciale, un palco incredibile in cui portare musica da tutto il mondo. Un saluto alla TV italo-georgiana. Grazie. Un saluto alla KNTV, giusto? Come si dice ciao in Kamarjova. Kamarjova. Fantastico, saluto la Giorgia allora. Sono molto curioso della Giorgia. Allora vi aspettiamo. Curiosisce e spero di poterci. Un saluto al pubblico georgiano, io sono mezzo cattolico, mezzo ortodosso e quindi sono molto affezionato a voi. გერთვებით სანრემოს რიგი 75 ფესტივალიდან და როგორც იქნა გახდა ცნობილი თუ ვინ არის სანრემო 2025 წლის გამარჯვებული და ვინ წარადგენს იტალიას ევროვიზიის საერთაშორისო კონკურსზე. ჩვენ ახლა შესაძლებლობა გვაქვს მოვისმინოთ და გავიზიაროთ გამარჯვებულის ემოციები. Vince la 75esima edizione del Festival di Sanremo 2025. Olli! Secondo posto per Lucio Pozzi! Ciao raga, grazie a tutti, veramente a tutti quanti, a tutti, non so cosa dire, non ho le parole giuste, non le so dire, vi ringrazio, vi voglio bene, vi abbraccio, vi bacio, ciao. აი დაუბრუნდით ეთერში, ჩვენ ახლა შესაძლებლობა გვქონდა მოგვესმინა გამარჯვებულის ინტერვიუსთვის. ვარ ემოციებით დატვირთული და როგორც გამარჯვებული აღნიშნავს ინტერვიუში, ზუსტად ასე ვარ მეც, რომ სიტყვებს ვერ უყრი თავს. მე ვარ ბედნიერი, რომ წელს ქართული იტალიური ტელეკომპანია KNTV-ს ყავდა ქართველი ვიდეო ოპერატორი თებრონე მაჩალაძე, ქართველი ემიგრანტი, რომელიც დამეხმარა რეპორტაჟებისა და სიუჟეტების მომზადებაში. ყველა ის ინტერვიუ, რომელიც ახლა ჩვენ კადრში ვნახეთ, სწორედ მისი გადაღებულია. მადლობა მას ამ ხარდაჭერისთვის. მადლობა მინდა გადავუხადო ტელეკომპანია რაიუნოს, რომელმაც KNTV-ს მისცა შესაძლებლობა უკვე მეორედ ყოლოდა არა ერთი, არამედ ორი წარმომადგენელი საქართველოდან და მისცა აკრედიტაციის ქართული იტალიური ტელეკომპანია KNTV-ისთვის ვფიქრობ ძალიან დიდი წარმატებაა. აქვე მადლობა მინდა გადავუხადო ტელეკომპანია იმედს, რომელმაც გასულ წელს სანრემოს რიგით 74 ფესტივალზე მომცა შესაძლებლობა და გამომიცხადა ნდობა, რომ ყოფილიყავი იმედის ჟურნალისტი და წარმომადგენელი საქართველოდან. სწორედ გასული წლიდან დაიწყო ჩემი წინსვლა და წარმატება და პროფესიული ზრდა იტალიაში, რომელიც დაგვირგვინდა ასე, რომ წელს ჩემივე დაფუძნებული ტელეკომპანია KNTV-თ მქონდა აკრედიტაცია ასეთ ლეგენდარულ მუსიკალურ ფესტივალზე. ახლა მინდა გავიხსენო რამდენიმე ფაქტი სანრემოს ფესტივალიდან. აუცილებლად უნდა დავაფიქსირო ის ფაქტი, რომ როგორც აღმოჩნდა ძალიან ბევრი კოლეგა სანრემოს ფესტივალის მონაწილეები და სანრემოს შემოქმედებითი გუნდი, ბევრი მათგანი წარმომადგენლები არის ნამყოფი საქართველოში და სმენიათ მათ ჩვენი უძველესი კულტურისა და ტრადიციების შესახებ. მე მოვამზადე პატარა ვიდეო რეპორტაჟი, რომლის ნახვის შესაძლებლობაც თქვენ KNTV-ს გვერდზე გაქვთ. აუცილებლად ვიტყვი, რომ ძალიან მოსწონთ ჩვენი კერძები, ქართული ღვინო, ახთოვანებული არიან ჩვენი ქვეყნით და იმით, რომ სანრემოს ფესტივალზე 75 წლის განმავლობაში პირველად და უკვე მეორედ ფესტივალზე არის ქართველი ჟურნალისტი და ეს ყველაფერი გამოხატა როგორც სანრემოს ფესტივალის სამხატვრო ხელმძღვანელმა და ცნობილმა იტალიელმა ტელეწამყვანმა კარლო კონტიმ, აგრეთვე ცნობილმა მომღერალმა კრისტიანო მალჯოლიომ, ტელეკომპანია რაიუნოს შემოქმედებითმა ჯგუფმა და აკრედიტებულმა ჟურნალისტებმა.
ასეთია სანრემოს ფესტივალის მიმოხილვა და შეჯამება, რომ მე და ჩემი ოპერატორი სხვა ემოციით ბრუნდებით სანრემოს ფესტივალიდან და იმედი მაქვს, რომ მომავალ წელს და არა მხოლოდ მომავალ წელს, კიდევ მრავალი წლის განმავლობაში გვექნება სანრემოს ფესტივალის გაშუქების შესაძლებლობა. აუცილებლად დიდი მადლობა უნდა გადავუხადო ქართველ ემიგრანტებს, იმიტომ რომ მათი სიყვარული, მათი მხარდაჭერა და თანადგომა რომ არა, ნამდვილად რთული იქნებოდა ჩემთვის აქ ყოფნა. მე ასე ვიტყვი, რადგან არც ერთი ჟურნალისტისთვის, მომღერლისთვის, მსახიობისთვის არ არსებობს წარმატება მაყურებლის სიყვარულის გარეშე. მე ძალიან კარგად მახსოვს, როდესაც ქალაქ ფლორენციაში ქართულ-იტალიური ტელეკომპანია 2 წლის წინ დავაფუძნე, რამხელა მხარდაჭერა, რამხელა ნდობა და თანადგომა გამომიცხადეს ქართველმა ემიგრანტებმა. მეც დიდი სიყვარულით მინდა რომ მოვიკითხო ყველა მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში მცხოვრები ქართველი ემიგრანტები, თუმცა გამოვყოფდი იტალიაში მცხოვრებ ქართველ ემიგრანტებს. მანამ სანამ მადლობას გადავუხდი იმ კომპანიებს, რომლებმაც მხარი დამიჭირეს, აუცილებლად ჩემი პირველი მადლობა და ჩემი პირველი გზავნილი წავა ჩემს ქალიშვილთან, ევასთან, რომლის გარეშეც ამხელა ენერგია, სტიმული და мотиваცია ნამდვილად ვერ მექნებოდა. ყველა ჩემი წარმატება სწორედ მას ეძღვნება. აუცილებლად დიდი მადლობა უნდა გადავუხადო ტელეკომპანია KNTV-ს მხარდაჭერებს. ტურისტულ კომპანია MLT Travels, რომლის დამფუძნებელიც გახლავთ ლულა თებიძე, ქართველი ემიგრანტი, რომელმაც სულ რაღაც რამდენიმე თვის წინ დააფუძნა ქალაქ ნეაპოლში ტურისტული კომპანია MLT Travel და ავიაბილეთების შეძენის გარდა ქართულ ემიგრანტებს ამერიკის, ინგლისისა და ირლანდიის სავიზო მომსახურებას თავაზობს. აუცილებლად დიდი მადლობა უნდა გადავუხადო გენერალურ სპონსორს და გენერალურ მხარდამჭერს გიორგი პარისსა და გიორგი ვოიაჟერს, რომელმაც KNTV-ს ამ დაუვიწყარ და დასამახსოვრებელ თავგადასავალზე იზრუნა. სრული მხარდაჭერა გამოუცხადა. ტურისტული კომპანია მსოფლიოს მასშტაბით ყველაზე უსაფრთხო და სანდო კომპანია. მსოფლიოს მასშტაბით გიორგი პარიზი და გიორგი ვოიაჟერი ყველაზე უსაფრთხო და სანდო კომპანია და ის ერთ-ერთი წამყვანი ტურისტული კომპანია ევროპაში. ამიტომ მას ჩემგან სრული რეკომენდაცია. ძალიან დიდი მადლობა მინდა გადავუხადო ქალბატონ იაჭყარკავას, რომელიც გახლავთ KNTV-ს PR მენეჯერი, რადგან მან ძალიან მოკლე დროში მოახერხა სანრემოს ფესტივალისთვის და ქართულ-იტალიური ტელეკომპანია KNTV-სთვის შიდა საორგანიზაციო დეტალები მოეგვარებინა. ძალიან დიდი მადლობა მინდა გადავუხადო უნიჭიერეს ქართულ მხატვარს ნინო ბალის, რომელმაც სპეციალურად სანრემოს ფესტივალისთვის გამოაგზავნა საკუთარი ნამუშევარი და ეს ყველაფერი გადაეცა სანრემოს ფესტივალზე მოწვეულ სტუმარს, ცნობილ იტალიელ მომღერალს და ძალიან ბევრი სიმღერის ავტორ-შემსრულებელს კრისტიანო მალჯოლიოს. ძალიან დიდი მადლობა დიზაინერს ლია დავითაშვილს, რომელმაც სანრემოს ფესტივალისთვის შემიქმნა ქართული ორნამენტებით გაწყობილი ქართული ტანის სამოსი და სანრემოს ფესტივალის მეორე საღამოზე სწორედ მისი შექმნილი ქართული ორნამენტებით გაწყობილი ტანისამოსი მომშვენებდა. ძალიან დიდი მადლობა მინდა გადავუხადო ქართულ-იტალიური ასოციაციის პრეზიდენტს და ავიაკომპანია Georgian Airways-ის წარმომადგენელს ქალბატონ ლალი ფანჩულიძეს, შეუფასებელი ამაგისთვის, თავდაუზოგავი შრომისთვის, მხარდაჭერისთვის და იმ უსაზღრო სითბოსა და სიყვარულისათვის და გულშემატკივრობისთვის, რომელსაც სანრემოს ფესტივალის განმავლობაში გამოხატავდა. ძალიან დიდი მადლობა კიდევ ერთხელ მაყურებელს და ყველა იმ ადამიანს, რომელმაც კეთილი სიტყვა არ დაიშურა. გემშვიდობებით მომავალ სანრემოს ფესტივალამდე. შევხვდებით სანრემოს რიგით 76 ფესტივალზე. Torna indietro, la scimmia nuda balla, no Gabbani, non si può più dire, dirà mamma, alla 6ª edizione manca poco e va in overdose, se bruciasse la città, io sì, io me la godrei, di Fedez volevo la cover con Corona, invece c'è Masini a quanto pare.
e canta ancora, perché Sanremo è Sanremo, ma anche meno. Vorrei cantare come Biagio Antonacci e poter dire dirige l'orchestra il maestro Beppe Vessicchio. Ah no, non è più lo stesso senza te, bro. Di come Tony e come Effe, di come Icona che Roma si perde, perché Sanremo è Sanremo, ma anche meno. Senza ma, senza se, senza te, come un amore disperato. Ho già perso il Fanta e non ne